გამარჯობა ჩემო კარგებო. დღეს წარმოგიდგენთ ვერმიშელის ერთ-ერთ კერძს, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ. რა თქმა უნდა, მოვამზადე ბიუს ქათმის სოსისებით, არის ძალიან გემრიელი. მაშ ასე გადავიდეთ მომზადებაზე. თავდაპირველად 10 ცალი ქათმის სოსისი დავჭერი პატარა რგოლებად და კარგად გახურებულ ტაფაში საშუალოზე დაბალ ცეცხლზე შევწვი კარაქში. მალევე დავამატე თვალის ზომით ვერმიშელიც მოვხრაკე მათთან სოსისებთან ერთად და შემდეგ კოვზით გავუკეთე ჩაღრმავება. ცოტა 2-3 კბილი ნიორიც დავამატე. შემდეგ დავასხი შუაში მდუღარე წყალი, იმდენი რომ ვერმიშელს ოდნავ ფარავდა. დავაფარე ტაფას თავსაფარი და დაველოდე ვერმიშელის მოხარშვას. ვერმიშელი რომ მოიხარშა, ეხლა თქვენს თვალწინ დავამატებ მე ყველს. ახლავე დავამატე ყველი, აი ასე. ეს ყველი არის ჰოლანდიური, მარკეტებში იყიდება, ძალიან ცოტა, დაახლოებით 200 გრამი. აი ასე. საბოლოო სახესაც რა თქმა უნდა განახეთ. მაშ ასე ნახოთ ახლა ჩვენი კერძი რა მდგომარეობაშია. როგორც ხედავთ, ყველი ძალიან მოუხდა ვერმიშელთან და სოსისთან ერთად ჩადნა და ეხლა მე დავამატებ წვრილად დაჭრილ კამას და ოხრახუს, აი ასე. და ცეცხლს ცოტა ხანში აი ვუყურებ. აი ასე. სულ ნახევარ წუთში ცეცხლს გამოვთავ. ეს კერძი მეც გამიკეთებია რა თქმა უნდა, მაგრამ დილას ქალბატონ ნინო გერაძეს, არაჩვეულებრივ კულინარს ედო, ოღონდ მან კვერცხებით მოამზადა. მე პატარა ცვლილებები შევიტანე, ანუ კვერცხი არ დავამატე და ნიორი დავამატე. ვეცდები რომ ფოტოების სახითაც გაგიზიაროთ. დიდი მადლობა რომ მომისმინეთ. დაგემშვიდობებით ამ ეტაპზე წარმატებები.